ძალიან ესეთი მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ თავისთავად გეოპოლიტიკური კონტექსტი ამ ვარდების რევოლუციას ბუნებრივია ქონდა, მაგრამ პირველადი ესე ვთქვათ ემოცია ხო ადამიანების იყო დაღლილები ვართ, აღარ გვინდა ამ რაღაცა ჩამპალ ქვეყანაში, ჩაბნელებულ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ესე მკაფიოდ თითქოს არ იყო რომ კრისტალიზირებული ჩვენს გონებაში, რომ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ ვერ წვდებით რუსეთის ორბიტას და ვერ მივდივართ მკაფიოდ ევროპული ოჯახისკენ, სადაც შეგრძნებების დონეზე ჩვენ ყველანი ეს ვთქვათ ვგრძნობდით, რომ ის იყო, მაგრამ თავარი ისე ვიმეორებ, მაშინ იყო უბრალოდ გვინდოდა რომ მოგვეშორებინა შევარნაძე, მისი რეჟიმი, რომელსაც რა ვიცი 70-იანი წლებიდან უყურებდა საქართველოს და დაგვეწყო ნორმალური ცხოვრება. და უცბად აი ვარდების რევოლუციის მეორე თუ მესამე დღე არის. ანუ ალბათ ერთი კვირაც არ იყო გასული, მე მგონი ჯერ კიდევ მაშ პრეზიდენტიც არ იყო ფორმალურად, მაგრამ ეს ვთქვათ პირველი განკარგულება მიშასი უკვე როგორც რევოლუციის ლიდერის იყო და პირველი სიახლე რაც ჩვენ თვალში ყველას გვეცა, უკლებრივ ყველას. ეს იყო მთელ საქართველოში ყველა შესაძლო ადგილას აფრიალებული ერთ დღეში, თითქოს აფრიალებული ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ეს ვარდების რევოლუცია უბრალოდ ხალხის განაცხადი კი არ იყო უკეთესი ცხოვრებისთვის, არამედ იყო განაცხადი ევროპული მომავლისთვის და რომ უკეთეს ცხოვრებას ხალხი უკავშირებდა სწორედ ევროპას და ევროკავშირს. და ეს იყო სწორედ ევროპული არჩევანი მაშინ ყველაზე მეტად, ამიტომ თუ რამეს გავიხსენებ და დღევანდელი გადმოსახედიდან ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ დროშის აღმართავი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება, მიხეილ სააკაშვილი. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამის გაგრძელება იყო 20 წლის თავზე, როდესაც დღევანდელი რუსული ხელისუფლება ევროკავშირის დროში შემართებულ ახალგაზრდებს წყლის ჭაუს და გაზს და ტყვიებს უშვერდა და სწორედ ეს იყო საფუძველი იმ გადაწყვეტილების, რაც 15 ნოემბერს ევროკომისია მიიღო. ყველაზე მეტად სწორედ ამის მარცვალი ამ ქვეყანაში დავარდა და მაინც აღმოცენდა მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ეს ამის წაშლის ყოველდღიური მცდელობა დღეს თუ დააკვირდებით საბოლოო ჯამში, რასაც ებრძვის ქართული ოცნება, ებრძვის სწორედ ვარდების რევოლუციას, როგორც საზოგადოების კონსოლიდაციას ევროპული მომავლისკენ. ეს იყო კონსოლიდაცია და პრაქტიკულად ვარდების რევოლუციამ ამ ქვეყანაში შვა აბსოლუტურად ახალი ფენა საზოგადოების, რომელიც არ დაიყვანებოდა არც ერთ ასაკზე, არც ერთ თქვათ ურბანულ ან სოფლის მოსახლეობაზე, ეს გაჩნდა ფენა, კონსოლიდირდა ფენა, აღმოცენდა ის ფენა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას, არ შეეგუება რუსულ მმართველობას. აი ამის ყველაფრის კონსოლიდაცია და კვინტესენცია იყო და ეს განაცხადი იყო სწორედ გაკეთებული ვარდების რევოლუციის მიერ. და სწორედ ამიტომაც მას აი ამ მოძრაობის მთავარმა მტერმა პუტინმა უწოდა ცვიტნი რევოლუცია, რომელსაც თითქოს მას დასავლეთი თავს ახვევდა. ეს დასავლეთის თავსმოხვევა, რა თქმა უნდა, პროპაგანდა, სიმართლე არის ის, რომ ამ ხალხებს და ქვეყნებს, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში და რუსეთის იმპერიაში იყვნენ, უბრალოდ აღარ უნდათ ურდოს მსგავს ქვეყანაში ცხოვრება. ეს არის მკაფიო გზავნილი და ეს გზავნილი იყო სწორედ ვარდების რევოლუცია. მე მაშინ ვიყავი 28 წლის და ასე ვთქვათ ხელმძღვანელობდი, კოორდინაციას უწევდი ახალგაზრდულ მოძრაობა კმარას, რომელიც ძალიან აქტიური იყო იმ პროცესებში, რომელიც საბოლოო ჯამში ვარდების რევოლუციით დასრულდა. სიმართლე გითხრათ, პირველი განცდა
იყო რაღაცნაირად რომ თითქოს რაღაც ლოდი გადავარდა. ეს ბევრი რამით იყო განპირობებული, პირველ რიგში იმითი რომ უბრალოდ დაახლოებით 30 წელი იყო, რაც ედუარდ შევარდნაძე ასეთი თუ ისეთი ფორმით მართავდა ქვეყანას. მთელ თაობებს მის გარეშე უბრალოდ ქვეყანა არც ყავდა ნანახი, ვერც წარმოედგინა მის გარეშე რომ ეს ქვეყანა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ეს რაღაც და ყველას ჰქონდა განცდა, რომ უბრალოდ სხვანაირად ქვეყანა ჩამოიშლებოდა. ანუ წკიბზე ვიყავით და ვარდების რევოლუციამ წკიბზე მოუსწრო. ეს განცდა მთელ საზოგადოებაში იყო და მეც ჰქონდა. მაგრამ დამატებით, რა თქმა უნდა, ერთმანეთში საუბრობდით მე. ყველაზე გავრცელებული ხუმრობა იყო, კაი, მაგრამ ეხლა რა ვშვებთ? იმიტომ რომ შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლა ბოლო მომენტში კი ეს ყველაფერი რაღაც რეალისტური გახდა და რეალისტურად გამოიყურება და მე უკვე ადვილია რომ ყველა ამბობდა ხო ამბობდი რომ ესე მოხდებოდა სინამდვილეში არც არავინ არ ამბობდა, არც არავინ არ ფიქრობდა და არც არავის არ წარმოედგინა. მათ შორის ჩემი აზრით არც მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ ბოლო მომენტამდე საუბარი რაზეც იყო იმაზე რომ საარჩევნებში ვინც რა ხმები მიიღო, ის უნდა იმის ასახვა უნდა მოხდეს, მეტი არაფერი, ანუ არავინ არ იყო, ასე ვთქვათ, რაიმე სხვა რამეზე არ ფიქრობდა და ეს ფიქრი ბუნებრივად დაიბადა ბოლოში უკვე, როდესაც ყველამ დავინახეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს უბრალოდ აზრი აღარ ჰქონდა. ბუნებრივი ხმა ჩვენი საზოგადოების თუ მაინც პირიქით რაღაცნაირი გამორჩეული იყო ამოვარდნა ჩვენი ისტორიიდან. საბოლოო ჯამში შეკითხვა აქამდე დადის. მე მაინც მგონია რომ ჩვენი ბუნებრივი ხმა სწორედ ეს იყო და ჩვენი არაბუნებრივი მდგომარეობა არის სწორედ ქოცობა.